მოგესალმებით ქართული ტელევიზიის ეთერიდან. თქვენ უყურებთ გადაცემას ცოდნის კიბრი. ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი გახლავართ მე, მარინა აბაშიძე. ეს გადაცემა შეგიძლიათ იხილოთ ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე. განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში ეს მოსახერხებელია პარასკევს დილის 7 საათზე. გაგაცნობთ სტუმარს, მაგრამ მირჩევნია სტუმრის თქმას თანაწამყვანი თქვა. ეს გახლავთ ლაზარე ზაქარიაძე. არ ამგონია ხა ლაზარეს წარდგენა ჭირდებოდეს, მაგრამ მაინც რომ წარვადგინოთ. ლაზარე ალბათ მაყურებელს კარგად ახსოვს ის წინა გადაცემები ჩვენი, რომელიც ესე იგი გავაკეთეთ რუსეთის უჭკვიანესი ქალბატონის უჭკვიანესი მეცნიერის შესახებ. აი რომ მომეწონა ის გავაკეთეთ თარგმანის სასწრაფოდ, მოვიტანეთ და განვიხილეთ, ხო ლაზარე? ეს იყო დამეთანხმებით ლაზარე უსაზღვროდ ჭკვიანი ქალბატონი, რომლის სახელობის ინსტიტუტიც დღესაც არსებობს და მას სოფლიოში ცნობილ აკადემიკოს უწოდებდნენ ტვინის დედოფალს. ანუ ტვინის კვლევის დედოფალი უფრო მომწონს, ვიდრე ესაც არის მოც ქვიოდა, მაგრამ და იცით რა, მინდა გთხოვოთ ალბათ, თუ კი თქვენი სურვილიც იქნება, რომ YouTube-ზე ჩვენი გადაცემები ყოველ ხუთშაბათს დაიდება ხოლმე გადაცემის შემდეგ ეგრევე. თუ კი თქვენ ამას იხილავთ, ქართული შრიფტითაა მარინა აბაშიძე. ან გნებავთ ცოდნის კიბრი ჩაწერეთ და ეგრევე ამოვა ეს გადაცემა. არ ამგონია, რომ ისა არ დაინტერესდეთ და არ მოგეწონოთ ნატალია ბეხტერევას ჩვენეული ანალიზი მისი კვლევების შესახებ და მისმა კვლევებმა არ ვიცი ახლა შეიძლება ადამიანი გულგრილი დატოვოს. ამიტომ ესე იგი ახლა უკვე ეს მესამე გადაცემაა რა ბეხტერევაზე ლაზარე. ეს მესამე გადაცემა და ალბათ ჩვენ უკვე ამით ახლა რაც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის არის აუცილებელი რომ იცოდეს, ეს უკვე მიცემული იქნება თუ კი მას გაღრმავება მოუნდება იმისა. მე უკვე ნათარგმნიცა მაქვს, მივაწოდეა ესე და თუ კი უფრო ღრმად მოუნდებათ, გვარიც იციან და სახელიც და უკვე უფრო მეტად ჩაუღრმავდებიან თვითონვე. ეხლა ლაზარე რა აღმოვაჩინე მე ახლა? ესე იგი რომ არა ნატალია ბეხტერევა, მე ერთ დიდ სიამოვნებას და სიმშვიდეს დიდი ხნისას მოვიკლებდი და ეხლა მოგახსენებთ რატომ. აღმოჩნდა რომ მე თურმე იმ დროში რომ მეცხოვრა, როცა ქალბატონი ნატალია ცხოვრობდა, მე აუცილებლად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდებოდი მისთვის. ჩემი უცნაური ბავშვობიდან გამომდინარე და ეხლა როგორც გვჩვევია მე და ლაზარეს ეხლა ვინც გვიყურებს, ხო ყოველთვის ვაკეთებთ ისე რომ აქ ხვდებით ერთმანეთს და აქ ვიგებთ რა თემაზე, მე კი ვიცი, მაგრამ აქ იგებს ლაზარე რა თემაზე ვიწყებთ საუბარს და აქ ყვებათ ისე რომ თითქოს ერთად ვიჭიქით მთელი კვირა და ვამზადებდით ამ მასალას. მაგრამ გარწმუნებთ ლაზარე იმდენად საინტერესოა, მე წინა იმიდან მოგახსენებთ, როცა ჩემთან ვიხილავდით რაღაც საკითხებს, ისეთ რომ მიდიოდა ლაზარე ვიმეორებ ამას, მაგრამ სასიამოვნო გასამეორებელია, რომ თითქოს ძალიან საინტერესო წიგნი წავიკითხე. ამისთვის მადლობა მინდა ლაზარეს მოვახსენო. ლაზარე ეხლა უყურეთ, ეხლა იმ წინა გადაცემის დროს ლაზარე მეგონა კი ეგრე იყო, ნუ 8 წუთი მოვანდომე თითო ფურცელს და აღარ დარჩა ლაზარეს დრო ანალიზისა და ეხლა მე მინდა ძალიან სწრაფად, თუნდაც ჩემი ბავშვობა ძალიან სწრაფად წავიკითხო, რომ ლაზარეს დარჩეს უკვე დრო. და ეხლა უყურეთ ლაზარე რა. ხო და ესე იგი რამ განაპირობა ლაზარე ჩემი დაფიქრება აი ამ საკითხზე. აი ხელის ტრამვის გამო ხო გაგვიცდა ერთი ისა და ნუ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი ვიწექი უმოძრაოდ. ამიტომ უფრო ღრმად იმას ავქენი ჩავიხედე ბეხტერევას
სამეცნიერო კვლევების სამზარეულოში. და უცბად განათდა გონება ლაზარე და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნებოდა მისთვისაც ჩემი ბავშვობა. და ეხლა მოგახსენებთ უკვე როგორ ლაზარე და ველოდები მე ლაზარესეულ ახსნას. ესე იგი, ხო, იმაზე ვთქვი უკვე. მყავდა ძალიან ლამაზი დედმამა ლაზარე. და მეზობლები მეუბნებოდნენ, იცით, რო გადიოდნენ, რომ შენი მშობლებიო. იგონებენ მეზობლები, რო გადიოდნენ შენი მშობლების სახლიდანო. ერთმანეთს რადიატორზე უკაკუნებდით, რომ გამოვიდნენ უკვე, რომ დიდხანს გვეცქირაო. და ეს ახლა რატო აღნიშნე? ყველას დედა ლამაზი და მამა ლამაზია, მაგრამ ესენი რაღაც გამორჩეულები ყოფილან და რატო აღნიშნე? მოხდა ისე ლაზარე, რომ მამას კარიერისთვის დაჭირდა აუცილებლად უცხოეთში გამგზავრება, კარგა ხნით უნდა წასულიყო და დედა გამზრდელმა დეიდამ არ გაუშვა. ესე იგი მოხდა ისე, რომ დაანგრია ოჯახი. მამა არ წასულიყო, შეუძლებელი იყო. დაენანა თუ რა იყო? არა, მე შენ რახან ახალი გათხოვილი იყო და მე შენ ვერ გაკონტროლებ აქედანო და მე მინდა რომ ვიცოდე შენი ყოველდღიური ცხოვრება. რასაკვირველია ცალკე თემაა და არ არის ჩვენი ისა. ქართული და ძალიან მძიმე. აი ეგრე რო იყურებოდნენ, კარგით. ხო და წავიდა ესე იგი, მამა დაინგრა ოჯახი. და მამა რო წავიდა ლაზარე გახდა ცნობილი ის ამბავი, რომ დედა ფეხმძიმედ არის თურმე. ხო, რასაკვირველია ხა დედა მას არ გააგებია, როგორ გააგებია არავითარ სამუდამოდ დატო ის ბოდის მოგიხდი ხარ. კი, ლაზარე განხილვისთვის გჭირდება, უკვე დაიწყო უცნაურობა. ხო, ეს სამუდამოდ მოხდა, მაგრამ ახლა მე სიღრმეებში რომ მასავკენი მამაც მართალი იყო. შენ რა საზღურავ ჩემი ოჯახის ამბავს, ხო? კარგით. ამას გავანებოთ თავი და ამის შემდეგ დედა იწყებს სამსახურს, მე გავჩნდი, უკვე 7 თვიდან აიყვანა ძიძა, როცა მე 7 თვის გავხდი. იქვე იმაშობოდა სახლში მამყოფდება, მაგრამ მე დედამ უკვე კარგი ამინდები გამოვიდა და დედამ თხოვა ძიძას ლაზარე, რომ ასეირნე ჩემი სამსახურის ტერიტორიაზე ახლოს იმ რადიუსში, რომ მე ვხედავდა 8 წუთშიც მომინდება ჩემზე. რასაკვირველია ეს აღასრულა იმ ძიძამ და ხდება უცნაური რამ, დაიწყო უკვე უცნაურობა. ლაზარე, ესე იგი იმ სამსახურში უამრავი ქალბატონი შედის, სამართლო იყო, უამრავი ბატონი შედის. და ერთ-ერთი ბატონი, რომელიც იქ შევიდა და აქამდე არ იყო შესული და 9 თვის ბავშვი ვარ ლაზარე. და მე ეგრევე ის შევნიშნე. აი ეს ბატონი იყო ბიძამისთან სტუმრად. მართველი იყო ის ბიძა. და მასთან იყო სტუმრად. ესე იგი, ისეთი რეაქცია მქონდა, რომ დავინახე თურმე ეს კაცი. რომ კარგად არ ჭეროდი ხელში ძიძას, მე გადაუვარდებოდი ხელიდან. და ორივე ხელით გავიწია. აი ესე, რომ მასთან მინდა. კარგით ამ კაცმა გაიკვირვა, შეხედა, მასაკე გამიღიმა, წავიდა. გამოვიდა იქიდან, სამსახური როცა დამთავრდა, უკვე დედას ძიძა და მე ველოდებოდი და ერთად მივდიოდით სახლისკენ. იქიდან რომ გამოვედით, კი არა, დედას ველოდები, როცა გამოვიდა ეს ბატონი გამოვიდა დედაზე, ადრე ის სტუმრად იყო ბიძასთან მისული. და ლაზარე 9 თვის ბავშვმა, რომელმაც სულ რამდენიმე სიტყვა ვიცი, დავიყბირე ამ კაცის მისამართით მამა და გავშალე ხელები. არ მინდა არავინ, არ ბეკარები არავის, ავიცრემლე თვალები და მამა ვეძახი. კარგით, ეს კაცი მომეფერა, რა საკვირველია, ჩამიხუტა, რა ქნას მეტი, ხო? ხო და
ამასობაში დედაჩემი დაინახა ძიძამ, ეგრევე დედასგან ის იყო ძალიან გაფრთხილებული, რომ უცხოს არავის მიაკარო. დავიძარით წამოვედით. გაგრძელდა იგივე ლაზარე მეორე დღეს, მეოთხე დღეს, მეათე დღეს. სახლში შევდივარ და ეს ძლივს რომ დავდივარ ფეხზე, მივალ თურმე გასასვლელ კართან. ვდგევარ კართან, ვიცი რომ იქიდან უნდა გავიდეთ და შემოვიდეთ და მამა ვიძახი. და ვანიშნებ ამათ სხვა როგორ გავაგებინო, ეხლა რომ მე იქ მინდა. მე როგორც გაირკვა ეს ბატონიც უკვე წასასვლელი იყო, მაგრამ დარჩა ჩემს გამო. რომ ესე იგი ბავშვი ტირის, ესე იგი რუსულად კარგად არის, ნათქვამი ხა გამინაწყენდებიან ეხა რუსული სიტყვის, ზაციპილა კაკტა. და აი ესეთი რაღაც ხდება. ესე იგი მე უთხრეს დედაჩემს, რომ ესეთი რაღაც ხდება, რომ მარინა იკლავს თავს ვიღაც ბატონის დანახვაზე. კარგით, ხო არაფერი გამომრჩა ახლა? კარგით. და მოკლედ მე აღმოჩნდი ბავშვი ლაზარე, რომელმაც მამა აირჩია. მე დავაოჯახე. იმდენი მოვახერხე. მაღარა მეცინება ლაზარე. იმდენი ჩავიდინე, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც მამა აირჩია. და ეს მამა აღმოჩნდა ლაზარე ნახევრად გერმანელი. აი გერმანელი დიდგვაროვნები რო შემოვიდნენ, ჰერშპიგელების ის იყო შთამომავალი, დედით ჰერშპიგელი და დედამის ქართულად ვერ ლაპარაკობდა. ესე იგი აი როგორი ის ქონდა იცით, აი მამას სურათებს რო ვნახულობ, ახლა მამა მაგას დაუძახა და მამა ეგ არის და всё მორჩა. და რო ვუყურებდი აი საყელოზე, პერენგის საყელოზე ბაბოჩკები. აი ამით დაყავდა მამა სკოლაში და ესე იგი მამა გერმანულ სკოლაში დადიოდა, გერმანულ სკოლა დაამთავრა. ჩვენი ისა წიგნების თაროები განთავისუფლდა დიდი დოზით გერმანული კლასიკური ლიტერატურისთვის. ევროპული ცეკვების, აი დიდგვაროვნებს რაც მოეთხოვებათ ყველაფრის ისა. ეს იყო ესე იგი მამა და მოგვიანებით მოკლედ გაჩნდა ჩემი და რომელიც ამ წუთშიც ჩემი სიამაყეა და უსაზღვროდ მიყვარს. აი უსაზღვროდ მიყვარს ჩემი და უსაზღვროდ და ეს იცით რა არის? აი კეთილშობილების განზომილება. აი დიდგვაროვნები დედის და მამის მხრიდან ორივე ესე იგი ამ ემაში. და ესე იგი და რაც თავარია, ესე იგი მართლა საოცარი სიყვარული მაქვს ამის მიმართ. აი ეს მიყვებოდნენ მე როგორ მანებიურებდა ის გერმანელი ბებია და როგორ უხაროდა, როცა სხვები შენიშნავდნენ ამას, რომ დედა რა კარგი ბავშვია. კარგი. და ეხლა უკვე ვამბობ იმას, რომ მე მქონდა საოცარი მადლიერების გრძნობა ამ მამის გამო და მინდოდა ეს გამომეხატა და ის სულ გრძნობდა ჩემს სიტყვას მისადმი და სულ გრძნობდა ჩემ მოკრძალებას მისადმი, მაგრამ აი რაღაც მე მაკლდა ლაზარე, სულ მაკლდა. და აი ნატალია ბეხტერევამ ამოხსნა. აი მთლიანად ლაზარე და როგორ ამოხსნა, როგორ ნატალია ბეხტერევამ მე გამათავისუფლა იმ გრძნობისაგან რომ მე რაღაც დავაკელი კი არა, აი მადლობა უფრო მეტად მინდოდა გამომეხატა და აი კაცის მიმართ. დიახ, რა საკვირველია. ხო და ხდება ლაზარე ის რისი მონაწილე შენც ახარ? ხდება ის ლაზარე რომ ერთჩვენიერ დღეს როცა მე პირველად შევხვდი რამას პატარიძეს. დიახ. შევედი მასთან და იცით რა სტატიას წერდი ქართულ ანბანზე და გადავურეკე ეს ადრე იყო ეს საკმაოდ ადრე და რაღაც ის გარკვევა მინდოდა თუ არის შესაძლებელი თქო. ხო და მე მითხრა შენ ისეთი ხმა გქონდა ტელეფონშიო, მე უარს ვერაფრით გეტყოდიო. შევედი ლაზარე და გავიყინე. ვიცი რომ მივდივარ რამას პატარიძესთან და მამობილი ჩემი მამა იყო პატარიძე. ლაზარე, აი რომ დავინახე მიყურებდა მამა. მამას ვარცხნილობა. აი
ხანდაზმულები ხო ჭაღარავდებიან? კი ბატონო. ჩაგეკითხები, ანუ შენს მეხსიერებაში როგორც მამა წარმოგედგინა თუ რამე სულ ანუ იცანი რატო შენ გულში? მამა, ეხლა ვეკეთყვი, ლაზარე, გვარი ხო ერთი აღმოჩნდა, ხო? პატარიძე ორივე. რომე მამობილიც და ბატონ რამაზიც, ხო? პატარიძე იყო. პატარიძე, ხო, ამან რო შევხედე ჯერ ამან გერმანელი? გერმანელი დედით იყო. გასაგებია. გერმანელი ქალბატონი კარგია, იმიტომ შეიძლება მაყურებელსაც გაუჩნდეს ეგისა. ხო, მამა ყავდა ქართველი პატარიძე, თორე ეს ქალბატონი იყო აი იმ გერმანელთა დიდგვაროვანთა დინასტიის ისა წარმომადგენელი. ლაზარე, ვხედავ რას? ადამიანები ხანდაზმულობის, აი ასაკში ჭაღარავდებიან, ხო? ამათ ბატონ რამასაც და მამასაც ჭაღარა კი არ ქონდათ. ნაცრისფერით მაქონდათ ჭაღარას ნაცვლად. ეს ქონდათ ორივეს ვხედავ, ეხლა რომ ვხედავ, გარეგნულად საოცრად გავს, ფიზიკურად საოცრად გავს, გვარი იგივეა. თმისფერი და ვარცხნილობა, ტალღური, აი გადაწეული და გრძელი ლამაზი თითები. და ბოლოს რომ დამიწერა რაღაც და აი დამეწყო კიდურების გაცივება და რატომ? მამა ჩემის კალიგრაფია. ლაზარე, მამა ჩემი იდგა ჩემ თვალწინ. ნუ ესე იგი, მერე რა არის? მიყურებდა როგორი თვალებით უცბად. უამრავი ვილაპარაკეთ ლაზარე თვალებით. ეს იყო რაღაც საოცარი და ამ თვალებით მეუბნება პირველი რაც წავიკითხე რომ მე შენ გენდობი. მე ვფიქრობ ეს ჩემი ის არის რაღაც აკვიატება და ის, მაგრამ მე შენ გენდობი ეს წავიკითხე. თვალებით ვილაპარაკეთ უამრავი. და იზრუნვები და ისა. და მე კიდევ ლაზარე შენც გეხება მეთქი. ლაზარე გახსოვს მე ვინ მიმიყვანა იქამდე მის შესახებ რომ წიგნი არ დაწერილა არაფერი მის შესახებ ბიოგრაფიული წიგნი ბატონ რამაზ პატარიძის შესახებ ან ბუმბერაზი მეცნიერის შესახებ არ არსებობს ხო ეს გავაკეთე მხოლოდ მე და ამ დროს ამას ვაკეთებ წიგნს და ლაზარე ზაქარიაძე მეუბნება რომ შენ ხო არ გონი ეს შენ გააკეთე ეს შენ ზემოდან დაგევალა აბატონო ლაზარე გეხვეწებენ და ამიხსენით ეხლა რა დამემართა ლაზარე წევა რამ ხელის გამო ხელის ტრამპის გამო ეხლა ეს პერიოდი ხო ეს ერთი გადაცემა რო გაგვიცდა და ვკითხულობ ამ ბეხტერევას რატომ მოხდა რომ უზარმაზარმა მეცნიერმა უზარმაზარი მეცნიერის შესახებ ამოდენა ის მოახდინა რატომ არის რომ მე მამაჩემის მიმართ მომეხსნა ყველაფერი იმიტომ რომ მე ბატონ რამას არაფრით არ ვამბობ იმას რომ ყველაფერი გავუკეთე მაგრამ ჩემზე დამოკიდებული რაც იყო ყველა იყო გაოგნებული რომ ეს მამაშვილი ხართ თუ ვინა ხართ თქვენო და ლაზარემ რო ეს თითი აიშვირა შენ ხო არ გგონიაო ეს შენ ზემოდან დაგევალაო აი ლაზარე ეხლა ну ესე იგი ხო ამას ხო ბეხტერების შრომების გაცნობა მომცა საშუალება ჩემი მამობილისთვის ამ სახით გადამეხადა მადლობა სხვაგვარად შეიძლება ამის ახსნა ლაზარე შემთხვევით არაფერი ხდება ეხლა მე ვჩუმდები ლაზარე და всё აი ლაზარე არის თუ არა რაღაც საოცრება ზღაპარივითაა ხო ნუ ეხლა თითქოს რა ეხლა შეიძლება გაიფიქრო ადამიანმა როცა რაღაც მონაკვეთს ჩართავ და უყურებ რომ რა თმინდა ეხლა მისი ცხოვრების ელემენტებს რომ მიყვება მაგრამ თუ ბეხტერება გაქვს წაკითხული ეს რაღაც ცხოვრების ელემენტები კი არა ეს არის მეცნიერების ამოცნობის კარზე კაკუნი კაკუნი კი არა შეანგრია ბეხტერევამ ის კარები ლაზარე всё გენიალური ის არის სურათი არის თუ არა ჩემგან ეს ხო გენიალური ზუსტად იმ თემაზე მე ვიტყოდი ასე რომ რწმენა უკავშირდება მეცნიერებას და მაგას ქვია რწმენის ენაზე ქვია მისტიური ღვთისმეტყველება ანუ თუ
თუ კი რწმენითი კატეგორიები არ ცოცხლდება მისტიკაში, ანუ პრაქტიკაში. ასეთი რწმენა რჩება მხოლოდ ფორმულებში, პოსტულატებში, წიგნში და არ ცოცხლდება ცხოვრებაში. რის გამოც ადამიანი შეიძლება გახდეს ფანატიკოსი, ანუ ჯერა ისეთი რამის, რაც არ უნახავს. მეცნიერი იმაში ეხმარება ალბათ სარწმუნოების თემას, ყველაზე მთავარ თემას, ხო, ღმერთთან კავშირს, რომ ის გიცოცხლებს ცხოვრებაში სურათებს, რომლის ახსნა მხოლოდ რაციონალური გონებით არ შეიძლება. ეს ზოგადად რო ვთქვა, ამას სწორედ მისტიური ღვთისმეტყველება, ანუ რწმენა სინამდვილეში არის ზღაპარი, რომელიც ადამიანს ემართება და რომელშიც ის თავის თავს კითხულობს როგორც პერსონაჟს. ლაზარე, ხო გვახსოვს კარგად, რომ ნატალია ბეხტიაროვა რწმენით შემოვიდა ამ ღრმა მეცნიერებაში. ეს ხო ჩვენ და ეხმარება, იმიტომ რომ ეს ხო მართლა სერიოზული მეცნიერია რა. ამიტომ ეხლა შენს ეპიზოდს თუ მიუსადებ. ლაზარე, იყო თუ არა ეს მოსატანი? გენიალურია, მე იცით რა და აბსოლუტურად ჩემთვის სრულიად დასაჯერებელი და დამაჯერებელი, იმიტომ რომ მსგავსი რაღაცები განმიცდია ცხოვრებაში, არ მიყვირს. მართლა? არა, მე გავოგნდი. მამა ჩემის სახით ბატონი რამაზე დამიდგა. ფიზიკურად, კალიგრაფია, თითები, ყველაფერი შეიძლება? რა თქმა უნდა და აი მაგაზინი და ჩავყვეთ. კი ბატონო. პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ ხშირად ხდება, რომ აი ზუსტად გუშინ იყო მაგაზინი, რომ დებ რაღაცებს, ჩემს ლაივებს, მე კომენტარებია და გუშინ იყო სწორედ მაგაზე, რომ ესე იგი შეიძლება ადამიანი შენ ყავდეს ბიოლოგიური მამა, დიახ, მაგრამ აი რატო არ მშობელი არ უნდა აძალებდეს ძალიან შვილს, იმიტომ რომ მას თავისი გზა აქვს გასავლელი. ამას ქვია ბუდისტების ენაზე კარმას ეძახიან. კარმა, ნუ ქრისტიანულ ენაზე შენი ბედის წერა გაქვს, შენი წერა-მწერალის ხო, ნუ კარმა ეგაა. განსასრული გზა და შენ შეიძლება ბიოლოგიური მამა ყავდეს, მაგრამ ის არ იყოს შენი სულიერად არ იყოს ის შენი. ეს სულიერად ჩემი იყო. მესმის, ხო. ნუ ეს რაღაც საოცრება იყო. ამიტომ და ის კი არა ირჩევს ოჯახსო ზებოდან ესე არის. ეს ხომ ჩემი ამორჩეული მამა ავირჩიე მე ხალხნო, ეგეთი რამე გსმენიათ? ამიტომ რაც შეეხება იმას, რომ თქვა ადამიანი გაიმეორა, ესეც იცით რა არის, ძალიან ბევრი თემა, რომელიც დაფარულია ასე ვთქვათ საჯარო სივრცისთვის დაფარული კი არ არის, მხოლოდ გარკვეულწილად აკრძალულიც არის. იმიტომ რომ ადამიანის ცნობიერება უნდა განვითარდეს იმისთვის, მოემზადოს იმისთვის, რომ მან დაიწყოს ცხოვრების შეცნობა როგორც ზღაპრის, რომელიც მას ემართება. თუ ის არ არის იმ გვირაბში შესული, იმ დარბაზში, იმ ოთახში, იმ კორიდორში, ის შეიძლება დაიზაფროს. შეძრას ამან, იმიტომ რომ ეს რა, აი თქვათ რომ ამბობ ორეული იყო. არა, ჩემთვის აბსოლუტურად, როგორ თქვა, მისაღები არ არის. დასაჯერები და დამაჯერებელია, იმიტომ რომ ვიტყვი ესეთ რამეს და ეს ახლა ამას სადაო თემად არ ვიტყვი. ორეულებიც არსებობენ, ანუ ადამიანს შეიძლება ყავდეს მისი გამეორება. მათ შორის ფიზიკური მხოლოდ? ფიზიკური ბევრია ძალიან. ხო, ფიზიკური როა შიგნითაც, ანუ ეხლა ეს ისეთი თემა, რომ ამას კონკრეტული შენ ყვები კონკრეტულ ამბავს. რაც მე გადავიტანე. რაც შენ გადავიტანე. მე გეუბნები, რომ ეს არაფერი არ არის ამაში დაუჯერებელი, მაგრამ ვერ აუხსნის სხვას. რატომ? იმანაც უნდა გადაიტანოს. ანუ იმან სხვაგვარად ვერა. იმიტომ რომ შენ რო ამბობ გადავიტანე, შენ რო ამბობ მამა და ვიგრძენი რომ მამა იყო და მე ბატონ რამასთან იგივე განცდა გქონდა, ეს აბსოლუტურად უნიკალური და შენეული და ცდისეულია. მოდი ესე ვთქვათ ბეხტერევას ენაზე, ანუ მეცნიერულ ენაზე, ექსპერიმენტულია. გადაიტანე, იგრძენი, ეს რას ნიშნავს? ის შიგნით რაღაცა მოხდა, ვაიმე, ეს ვინაა? ვინ ახლობელია? ვინ უახლოესი, რომ მამაზე ახლობელი ვინ არის არა ფიზიკურ სამყაროში? ეს აუცილებლად არის ამავე დროს ორმხრივ.
ანუ აუცილებლად ეხლა წიგნი რომ დაწერე ძალიან რთულია ბატონ რამაზე წიგნის დაწერა რატო იცი ეს უნიკალური მოვლენაა შენ არ გინდა მაშინ ჩახვიდე ეს რომ დაწერო ვერ გამედა ვერავინ თორე ტიპაჟურად ესეც საინტერესო ვინმე არსებობს საერთოდ შეხვედრია ლაზარე ეხლა დავიჯერე მე შენი მაშინდელი ის აი ეს თითისაშორ ათენის სკოლა ხსენდება სულაც რომ ესე იგი მე ეხლა დავიჯერე ლაზარე რომ შენ მაშინვე მიხვდი რა იყო იმ წიგნის ის წიგნი რატო დავწერე მე რატომ დამევალა მე მაინც და მაინც ხო კონტაქტი შედგა ანუ აი ჩემი იყო ძალიან კონტაქტი შედგა იმიტომ რომ ამხელა კაცზე რომ დაწერ იქ სიყალვე თუ გაგერია ჯობია არ და ჯობია ჩემი ხო ყველაფრის იმისაგან თავისუფალია ყველანაირი სიყალბისაგან ხო იმიტომ რომ ადამიანური კონტაქტი შედგა აი გრძნობა ჩემეული ძალიან ჩემი იყო ხო აი სინამდვილეში კონტაქტი არის ღმერთთანაც კი კონტაქტი არის შენობით ანუ მე და შენ და კი ბატონო დიდია რამაზ პატარიძე მაგრამ მე და შენ თუ არ გაქვს მასთან განცდილი და ნაგრძნობი ჩვენ თუ არ შედგა ის მეგობრული ჩვენ იქნება ცოლფრული თუ ხო კონტაქტი აი ეს ამის გარეშე და ლაზარე იქ ესე იგი მე იმ წიგნს რო გადავშლი ხოლმე ხო აი მამამისის ფოტო ხო გაგონდება ხა ის წიგნი პირველი დღიდან აქვს მამამისის ფოტოს რო ხედავ ეს ჩემია თითქოს ის ჩემი ბაბუა იყო ეს შენ ამას კარგად გაიგებ ლაზარე რატომ მოხდა მაინც ამ ბეხტერევაზე ჩვენი თავიდან შეხვედრა აი ჩვენი იმიტომ რომ ვერაბინ ლაზარეზე მეტად მე ვერ დამარწმუნებდა ამაში და ვერ გამიგებდა ლაზარე ეს ხო რაც უფრო ძლიერია გონება აი მანანა შენ გახასიათებს ეს საერთოდ ნუ გერმანული გონება ძლიერია ვთქვათ ხო ის გერმანული გონება მაგრამ ბიოლოგიური ხო არ იყო მაგრამ ყველაფერი ჩადეს იმათ ჩემში მესმის მაგრამ იცი რა არის გონება რო ძლიერია თუ ის გულს შეუერთდა მორჩა ეს არის აი ეს არის ისეთი ტანდემი რომელსაც ვერ ძნელია ძალიან უნდა ღრმად გულში ჩამოვიდეს რომ ჩამოიყვანო იმიტომ რომ გონება სულ ფორმულებშია სულ პოსტულატებშია სულ სქემებშია მაგრამ ცივია და ცივია ცალკე გონება ის უნდა ჩავიდეს გულში და თუ ეს შედგა ეს შეხვედრა კონტაქტი იმიტომ გამოვიყენე სიტყვა თუ ეს შედგა იქ რა ხდება იცი იქ ყოველწამიერ უკვე იქმნება სამყარო ახალი შემოქმედება ხდება მათ შორის ურთიერთობაში და იმიტომ არის საინტერესო იმიტომ აუცილებელი ინტიმი რო ვამბობთ ჩვენ სინამდვილეში ინტიმია მე და შენ კი აი ძალიან ჩახუტებული ურთიერთობა ხო შიგნით სულის რასაკვირველია ხო და აი მშობელს ხშირად უნდა ამის მიღწევა შვილთან მაგრამ უჭირს რატო იმიტომ რომ უჭირს შვილის მდგომარეობაში შესვლა და შვილი უნდა ისეთი როგორიც მას უნდა ხო და როგორიც შენ იმიტომ აიხარ რომ გამოსვლები რაღაცა წერენ რომ რა ვქნა და მიუში კაცო ის თვითონ ისწავლოს თავის გზაზე თვითონ განვითარდეს ბავშვი ანდა ისე შედი მის მდგომარეობაში გაეხვიე მის ტყავში განათლება მხოლოდ განათლება მაგრამ უყურე მანდაც როგორია მაგრამ მარტო წხნა რას უზამს თუ ნება მარუშო აქ უკვე და გენეტიკა რა არის კიდე ეს ძალიან საინტერესო მომენტი ეს არის მე ვეძახი უხსოვარი მეხსიერება ხლა რეინკარნაციის თემა ხო აკრძალული თემაა თქვა ზოგადად ზოგადად კი მაგრამ არაფერი ახალი ამ მზის ქვეშეთში არ არის ანუ სპირალური ანუ ადამიანი მე ხო ვარ ცოცხალი კი ბატონო მე არ მჯერა როდესმე მოვკვდები ფიზიოლოგიის დონეზე არ მჯერა ფსიქობიოლოგიურ დონეზე არ მჯერა იცი რას ნიშნავს ზუსტად ვიცი რომ არ მოვკვდები რატო სიცოცხლეს რა მოკლავს კაცო რა ვინმე გაგაჩინა და მოვკვდი გაგაჩინა ანუ ფოკუსი ჩაგიდარა თუ რა ანუ ჰოპ გაჩდი ახლა ხوار მკითხა არავინ ისე მე გასვლას ხوار მეკითხება ანუ დამცინის ვინმე კი არა ღმერთი არა შენ სულ ხარ
და სულ ხარ ამ გზაზე რომ შედგე, ხა მე ამას წმინდანის სწავლებისგან გამომდინარე ვამბობ. წმინდად მართლმადიდებლურ ორთოდოქსულ კუთხეზე ვრჩები. ანუ სულ ხარ ნიშნავს შენ გაქვს შენი სულის ხანგრძლივი და ღრმა ისტორია, რომელიც არ იცი. და ამ დროს შეხვდება ვიღაცა და რას გეტყვის იცი? მე შენი უახლოესი ნათესავი. უცხო ვიღაცა. არ გეკარება აბსოლუტურად ამ დროს და შეიძლება ისე ჩაიხუტო. ხო, ანუ გეუბნება რომ შენი ნათესავი ვარ, ადამიანი ვინც სულ არ იცნობ, დაგიჯდება თვალებში, ჩახედავს და იცნობ. ანუ მაგას ეს იქ მოხდა. ხო და მაგას ვამბობ, ეხლა მე ამის ანალიზს ვაკეთებ სწორედ. ანუ ან თუ გინდა რომ დაინახე კაცი და მამა, ხო თქვი. ხო, საერთოდ გამოდმებით რამდენი დავინახავდი მამა. იმიტომ რომ იცანი თვალები. იმიტომ აღწერე აღნიშნე ის რომ მამაკაცების რაოდენობა შედიოდა გამოდიოდა უამრავი. კი ბატონო, ანუ შენი გრძენის ეს იყო ჩემი. და აგერ ტექსტი გაიმეორა უკვე ბატონმა რამაზ პატარიძემ იგივე კონტაქტი. რაც ნატალიამ თქვა, მომავალი განსაზღვრულია. ანუ ჩემი მომავალიც მამობილის მამისა, მამას ვეძახი, ხა იმას რომ ვინმე ესე თქვა ჩემთვის რომ ის მამა არ არისო, უიდე როგორ მეწყინებოდა. იმიტომ რომ ის ჩემთვის ყველაფერი იყო, ეს იყო მაგალითი, ჩვენ ვხედავდით წიგნის ყდას, გერმანული კლასიკური ლიტერატურა და იმის უკან ვიცოდით რომ მამა იყო კითხულობდა. ეს იყო ჩემი მესაიდუმლე. ერთჯერ ლაზარე მოხდა სკოლაში ესეთი რაღაც. გამიძახა პედაგოგმა. მესაიდუმლე თქვა მამობილი ხო? მამობილი, დიახ. გამიძახა პედაგოგმა და არ ვარ მზად. ნუ ხო რაც მინდა თქვა რომ ვიცოდი. არ ვიცოდი, არ ვიყავი მზად და დაჯექი პედაგოგი მეუბნება როგორ გაკადრო მე შენ, ნუ ახლა იცოდა რომ გადასარევ სწავლობდი და როგორ გაკადრო მე შენ ორიანიო და გიწერ სამიანსო. რო ვყარე და ვყარე ცრემლებით ლაზარე თავისი წამოვიდა ცრემლებით რა გატირებსო და ორიანი დამიწერეთ მეთქი. არ დამიწეროთ სამიანი, გთხოვთ, ძალიან გთხოვთ მეთქი. გადაირია. რატო? როგორ სამიანს გიწევ? სამიანი ნიშნავს მე ვთქვა რომ ვერ შევძელი სწავლა მეთქი და ორიანი ნიშნავს რომ არ მინდოდა და არ ვისწავლე, არ მცალოდა, არ შემეძლო. გადაირია და გადმომიგდო ესე დღიური. მე მართლა ეს განცდა მქონდა. ის ორიანი დედაჩემს რო ენახა. ნუ არ ვიცი იქ რა მოხდებოდა, მაგრამ ამ დღიურიდან დავაპირე ამოხევა ფურცლისა. შემომისრო მამამ. ნახევარზე ვარ მე უკვე მისული და რასაკეთებო მითხრა და ნუ ნახა რა. მოდი ამას მე სუფთად ამოვიღებო, მაგრამ ამის შემდეგ თუ დაგჭირდებო, პირველ რიგში მე მთხოვე დახმარება და ხო იცი რომ შენ გვერდით ვიქნებ. ესე იგი საყრდენად მომევლინა. ის ეხლა მე რო ეს ვაანალიზე ყველაფერი ლაზარე, მე მივხვდი რომ ის სამიანიც საჭირო იყო, მე რამაც ცრემლები მაყურებინა. ის რომ არ მომხდარიყო რომ მე ორიანი დამიწერა იმან. წადიო არ დამიწერა. და ის ორიანი დედაჩემს რო არ ტკენოდა, იმიტომ ვიღებდი და ეს მამას ბუნება ხო გავიგე ამით, რომ მე თუ რამე გამიჭირდება, მე შენ იმედი უნდა მქონდეს. აი რა შეესაქმე. მამა კი საინტერესოა ეს მომენტიც, ანუ საყრდენად აი კაი სიტყვა თქვი, საერთოდ მამა როდესაც ადამიანს, ანუ მიწიერად მამის განცდა რო აკლდება ხშირად, წმინდად ფიზიკურად იმდენად კი არა, ფსიქოლოგიურად ის შინაგანად განსაკუთრებით გოგონები არა თუ ის მგრძნობიარია მით უმეტეს ხო სული გრას გრძნობს იცით რომ მას მიწაზე არ აქვს დასაყრდენი და ის მერე სხვადასხვა ანუ სხვადასხვანაირად გამოხატული ხეიბრობის მაპატიოს ყველამ თუ ვინმე თავის თავზე მიიღებს განცდა უჩნდება რა იცი რომ მას საყრდენი დააყდა არასრულყოფილი არასრულყოფილი არ მინდოდა ეს სიტყვა არასრულფასოვნება რომელსაც მერე სხვადასხვანაირად გამოხატავს შეიძლება კაცზე იყოს მუდმივად გაბრაზებული და ეს კაცი ხანქმარი აღმოჩნდეს ეს მთელი ცხოვრების თანამგზავრი იქნება ეს წყენა მიყვება ამიტომ ძალიან კარგია როცა
ადამიანს ზოგადად და განსაკუთრებით ეს იყო მამის სახით საყრდენი ყავს დედამიწაზე იმ თავიდანვე დაბადებით ძალიან უყვართ კი ისევ რუსული სიტყვა უნდა ვიხმარო მამა იყო ხალიონე ინტელიგენტ ეს იყო რაღაც საოცრება უამრავი რამ ვისწავლეთ მაგისგან გერმანულად დამიწყეს მე მეტყველება და მაწყებინეს გერმანულად ვალერიანი გერმანულად დამაწყებინეს ისა მაგრამ მე ბებია რო გარდაიცვალა ამათ არ ცალოდათ და გერმანულს საერთოდ ამავიწყდა და ევროპულ ცეკვებს მაგრამ მე არ მომწონდი შენს მენა გაკ დასამუშავებელი და ჩემი და კარგი იყო და აი ეს და მე ეს რა მინდა კიდევ თქვა ლაზარე მე როცა ის წიგნი ვაჩვენე ხო გახლობთ რამოდენა ის გაიმართა ხო ღონისძიება დარბაზში ადგილი არ იყო ფეხზე იდგა უამრავი ხალხი და მაშინ ესე იგი შენ ხო ჩემთან წამოხვალო აქედან ბატონი რამაც მეუბნება და რა საკვირველია მეთქი და მეუბნება მოდი ეხლა გადავფურცლოთ ერთადო ნახა და მე მეუბნება აი მეორე წიგნში იქ ლაზარეს სოკრატეზე იქ მიწერს რომ შენო ხო კარგად დაგამახსოვდაო შენო ყველა ერთჯერ მითხრა შენ ყველაფერს ლაზათიანად აკეთებო ხო და რაღაცაზე მე მისაყვედურა და მე ვთხარი ისსა წავიდა მეთქი ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ თქო რა კარგად დაგიმახსოვრებიო მითხრა და ეს რაზე მითხრა სასაყვედურო ისა რომ ვაიძულე რომ ლექციაზე წასულიყო ერთ-ერთ ინსტიტუტში ყველა მე მირეკავდა უკვე რომ თუ ბატონი არ თანხმდებოდა წასვლაზე და დაუშვათ ლექციის დაკითხვა და ისე დაუწყდა გული რაღაც მომენტის გამო და იმიტომ და მე რო ვეტყოდი ვერ ამბობდა უარს და ვუთხარი რომ უნდა წამოხვიდეთ მეთქი და ის წიგნი რო დავათვალიერეთ ის ჩემ მის შესახებ გამოცემული რამდენი ცრემლი ვნახე ლაზარე მისი მანენაო მითხრა რატო გამოგდის ასე ლაზათიანად ყველაფერი მე ვერ მოვიფიქრებდიო რომ ცალკე ჩემი ბავშვობა აღწერილიყო ცალკე ჩემი ყმაწულკაცობა უყვარდა ძალიან ეს სიტყვა და მე კიდევ ვინც მიყვარდა ისინი რომ მეგობრების ისინი რომ მოგონებები რომ ჩაწერეო სამნაწილად წიგნი მეჯერ არ მინახავს გაკეთებული საიდან მოგივიდა ეს აზრად მე მიხუტა ძალიან და იმის მიხუტება ჩემთვის უზარმაზარი ჯილდო იყო და უამრავი საიდუმლო ეს იყო ჩემთან გამხელილი რომელსაც აი მზარავს რომ წარმოვიდგინო რომ მე არ გავჩენილიყავი მის ცხოვრებაში და იმას ეხლა მე ერთ-ერთ საიდუმლოს ამოვხსნი კი არა გავცემა უცილებლად იმიტომ რომ ბატონი რამაზი არ არის მხოლოდ ოჯახის კუთვნილება ის ქართველი ხალხის კუთვნილებაა ლაზარე რა საერთოდ არის ორი ადამიანის ურთიერთობა მამა-შვილი იყოს ვინც კიდე საიდუმლო ყველაფერი ნამდვილი არის საიდუმლო არა შენ გიყვარს რუსული სიტყვების მოხსენება იმიტომ რომ რუსულენოვანი ლიტერატურაზე ვართ ჩვენ ვთქვათ კლასიკა გიყვარს ხო ვთქვათ ერთ-ერთ ქართულთან ერთად და ტაინა ანუ ყველაფერი არის საიდუმლოება ეკლესიურიც ყველაზე დაფარული ანუ ადამიანის ხელი რო არ უნდა შეეხოს ისეთი იმიტომ რომ ადამიანს დაზიანება უყვარს თუ ჭუარა დააზიანებს შეეხება დააზიანებს უხეშია ტალანქია რო აი კარგი სიტყვა ტალანქია და შეეხება და ის სათუთია ყველაფერი ნამდვილი ხო სათუთია სხვანაირად ნამდვილი ვერ იქნება აკიზია და რო არ დაზიანდეს და რო არ დაზარალდეს რჩება საიდუმლო მაგრამ თუ კი გული გონებას შეუერთდა აი მეცნიერების ვალია დანიშნულება ფუნქცია ნიშა რაც მინდა დაარქვი რომ როგორმე გონება არა მხოლოდ მიახლოს არამედ შეერთოს გულს და სადაც მათ შეერთება ხდება იქ ხდება დაცვა ის კივრი ხო ქვია ჩვენს გადაცემის ხო კივრი ნამდვილად იმიტომ რომ სიძველეს რო სიახლის სურნელება შერჩეს იმიტომ რომ ყველაფერი ძველი არ ყველაფერი ახალი უფრო სწორად
კარგად დავიწყებული ძველია. ამიტომ სიძველე და სიახლე რომ შეერთდეს, ჭირდება გონებას და გულს შეერთება. და აი გონებას და გულს შეერთება. აუცილებლად. უკვე დაცულია, ის უკვე საიდუმლოა. ის გონებაში დებს შიფრი, კოდი გასაღები. პატარიძე ამას აკეთებდა. აპარასაკეთებდა. სინამდვილეში. აი კლაცი რომ იდის ხელოვნური ინტელექტზე ლაპარაკი. ხელოვნური ინტელექტიც არის შიფროვკა, მაგრამ ის ვერ გადაწონის ქართულ ენას. რას გადაწონის? საიდუმლო. რას საკვირველი? აი ეგ არის გლობალისტური მსოფლიო, აქ შეიძლება კაი გაგებით დაუპირისპირდეს და დაეჯახოს ქართულ ენას, რომელშიც კოდი, გასაღები, შიფრი, მათ შორის ციფრებში, მათ შორის რიცხვებში, ანუ ზემათემატიკურად. ჰემატრია. დიახ. აბა რას როგორ მოერევა ხელოვნური ცოცხალს? დღეს მე არ მიყვარს წინსრების საუბარი. მათ შორის ჩვენ ლაივებში ვცდილობ რომ გავყვე პროცესუალურად, რატო? წინსრებს რო იწყებ, აღარ მიჯერებენ ზღაპრად ეჩვენებათ. მაგრამ ცხოვრებაში რო ჩაინსტალირებ ანალიზს, ხო? აი როგორც ბეხტერევა აკეთებს, არადა შენ ცხოვრებაში რო იგრძენი მისი ნაბიჯი, მისი კვალი, მისი გონების, ხო? აი კვალი იგრძენი და ამან გააცოცხლა შენი ცხოვრების ეპიზოდი, ხო? იქ უკვე ძნელია დაუპირისპირდე და გამიადიოდა ხელის ტკივილი გამიადო ეს ტრამვას ვეღარ ვგობი. აი სულ შენი ცხოვრება გაცოცხლდა. ეპიზოდი მნიშვნელოვანი ეპიზოდი კი არა, მთელი ცხოვრება რა. იმიტომ რომ იგრძენი რას ნიშნავს? რაღაც ამოსუნთქვა. აი ჟანგბადის დიდი ნაკადი მამის არჩევა. ხო, თქვათ, მამის. აი აქედან დავიწყო და არის თუ არა უცნაური. ლაზარე, ისე მე მაგალითად გრძნობ იმას ლაზარე, რომ ჩვენ ვართ ბედნიერები ლაზარე. ამ წუთში მე და ლაზარეზე მაქვს ლაპარაკი და რატომ? ლაზარე, ვეხებით ისეთ სიმდიდრეებს და მივეცით თავს უფლება იმის შეხებისა, რომ რასაც რამას პატარიძე ქვია, რასაც ბეხტერება ქვია. არა ვართ ბედნიერები. ამის გვარი არ გაუგია ხალხს და ჩვენ განვიხილავთ და მათი ის ვიცით. მომავალი განსაზღვრულია, დამიწერა აგერ. ნიკოლოზი ჩემთვის მაგალითად ასე უდიდესი ფიგურაა სულ. ეს არ არის. იმიტომ რომ კლავიატურა ჟღერდება, როცა ასეთ ადამიანს შეხვდები, ის პარტიტურა საჭირო ადამიანს. დიახ, რომელიც ძველია და სინამდვილეში ყოველთვის ახალია და ახლდება ადამიანში. იმიტომ რომ ის ცოცხალია, ეხლა რამაზ პატარიძეს ვინ შეხვედრია? მე მაგალითად განცდა კი გითხარი წინა იმაში, რომ ეს იყო ერთი გამომწვარი ადამიანი, გამომშრალი, რომელშიც ცხივი იყო ჩასული მაღლიდან. აი მე რა? ანუ ცოდნის დონეზე. ძალიან კარგი. აი რომ მიდიოდა, ხო? აი თითქოს ცხოვრების მძიმე ტვირთი აკიდებული და ეს მიდის ძალიან ღირსეული. ღირსეულობას ვეძახი, ანუ ატარებდა ის რაღაცას ისე მისი ცხოვრება შეწირა წაკითხვას ქართული ენის. კი ბატონო, კი ბატონო. თავისი დოზა წაიკითხა. და როგორ გული ტკიოდა ლაზარე იმის გამო, რომ ვეფხისტყაოსანზე წყდებოდა ძალიან გული, რომ ესე იგი ეს არ არის შოთა რუსთაველისეული დასაწყისი. და მე მინდა ერთის გავაკეთოთ ლაზარე, ერთი უბრალო მიზეზით მინდა რომ ერთად განვიხილოთ, იმიტომ რომ ყველა იმის მომსწრე იყავი ლაზარე მასე ბატონ რამაზე რასაც წერდი და რასაც ვაპირებდი და რასაც წინა სიტყვაობაც დაგაწერინე და გთხოვე და დიდებული გამოვიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან მინდა ერთი საიდუმლო გავამხილო მომავალში. უახლოესში.
ახლა არა თორე შემეში და ცოტა არა ახლა მაგდენი ისიც არა დროც არა გვაქვს მაგრამ აი ეს მე მინდა ძალიან ეხლა რომ ვიდრე ცოცხალი წინასწარ არ მაწოდინე ისე არა რა ისა შეხვედრის დრო არა საიდუმლო აღარ გამოვა მაშინ როგორ გამოვა არც ერთ შემთხვევაში ხო და ამის წინ იყო ლაპარაკი ხო ვზივარ სტუდიაში და გავთქვი ერთი ისა უსიამოვნო ფაქტი ბატონი რამაზისთვის ეს იყო არ მინდა იქ თქვი და უსიამოვნო პირადი ეპიზოდი ლექციის წაკითხვა უნდა და ძალიან უფასოდ წავიკითხა მხოლოდ ნება დამხდეთ რომ შემოვიდე უნივერსიტეტში და ერთხელ ოჯახის უახლოეს ადამიანს რატო ვჩუმდები გიორგი მარგოლაშვილს და მიიღო უარი მიიღებდა იმიტომ რომ იცით რა რამაზ პატარიძე მოსიარულე ცეცხლი იყო და ცეცხლი კრემლი ხანდახან კომფორტს არღვევს განსაკუთრებით პრეზიდენტების მაგათ ქვია ძლიერნი ამაქვეყნისანი თუმცა ამაგათ სიძლიერეში დღეს სერიოზული ეჭვია შეპარებული მაგრამ ცეცხლი როა ხო შენ რო კაბინეტში ხარ ცეცხლი ცოტა გეშინია გაგებითვე კიდე მაგ თემასაც ხო და ამიტომ ლაზარე ეს ჯერ არესვით მოდი რა კიდე და ეხლა შეიძლება გავბრაზდე ცოტა ანუ არესვით არა ენაში ჩადებულია სოფლიო ცნობიერების გასაღები რომლისოდაც გზა არ გავითარდება და მივახებოვნურ და ინტელექტა მისულია და რობოტიზაციამდე და ადამიანის ცოცხალი სულის განადგურებამდე და როდესაც შენ უძღვები ისეთ მატრიცას რომელიც ამას ემსახურება თუნდაც პოლიტიკურს თუნდაც იერარქიულს რა თქმა უნდა რამაზ პატარიძის ლექცია გეშინია აი მე რა სიტყვის და მხოლოდ გადარჩენას მხოლოდ გაცოცხლებას აი ახალი რო არაფერი არ არის და ყველაფერი რომ მეორდება ამ ზის კვეჩეთში სპირალურად აი იმის მეხსიერების გაღვიძებას იმ სკივრიდან იმ ძვირფასი საგანძურს ამოყვანას და ამოტანას რაც იგულისხმება რაშიც გზის გაგრძელება იგულისხმება ზოგადად მიყვარს ძალიან ლაზარეს სიტყვა სკივრი მისი შინაარსით აი სკივრი ხო სიძველე ხო აი გადაცემა სიახლედებს რასაკვირველია ხო ლაზარე იმიტომ ცოდნის სკივრი იმიტომ დავარქვი და აქ რომ მოაშორეს კი არ გამორჩათ რაღაცნაირად ცოდნის და მარტო სკივრი რა თქმა ხო და გადაცემა ერთ-ერთ ტელევიზიაში ვარ მიწვეული გადაცემაზე აი ამას ვიტყვი და ისა დათოა ჩემთან ერთად გალეგაშვილი და ხსენების დღე იყო თუ დაბადების დღე იყო ბატონ რამაზის არ ვიცი და თქვი ისეთი ფაქტი რომელიც საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ხო და მიუბრუნდა ახლა ისა ნინო დათო გალეგაშვილს და ეუბნება რომ თქვენ ეს იცოდითო მან იცოდა ხა რომ დათო ნუ ახლოს იყო ხო და არაო დათო უთხრა და იცით რა მე დააყოლა თან იცით რაო მანანა ისეთი მესაიდუმლე ყავდა ბატონ რამაზო რომ ჩვენ ბევრის მომსწრე გავხდებით კიდევ მანანა ნელ-ნელ ამოალაგებს იმებს ხო და ეგრე იყოს ერთ-ერთის და ყველაზე მთავარის მოწმე გავხდებით მალე ანუ სკივრმა დაიწყო გაჟონვა ხო არა არა გაჟონვა კი არ დაიწყო კაი გაგებით რასაკვირველია მე მივხვდი ზუსტად ხო პატარაზე იმასაკნა გამოიჭყიდა იქიდან სიახლე გამოვიდე მაგრამ უნდა მოხდეს გაცხადება იმიტომ რომ სინამდვილეში არ არის დაფარული რომელიც არა გაცხადდეს ღმერთის წინაშე ვისუმალა აქ როგორ დამალა ვერც ერთი მარგველაშვილი და ასე შემდეგ არა მაგას ვერ ჩაიდებს ვერა დროში შეიძლება მოკლე დროში კი მაგრამ დიდ მანძილზე ვერა და კაცობრიობის ისტორია კიდე ხმარდობა ღმერთს ეს არის მარადიული მარათონი და ისა ლაზარე ძალიან ბედნიერი ვარ როცა წავაწყდები ხოლმე აი ჩვენთვის საინტერესო თემებს აი ძალიან მიხარია ხოლმე აი მეცნიერება და ისა
ჩვენზე ვთქვი და დიანაც რო ყავს ჩართული. მოკლედ ჩემო კარგებო, გადაცემა დასრულდა, უღრმესი მადლობა ვინც გვისმენდა. ეხლა გამახსენე რომ მაყურებელი არის იქით გავიხედე იქით ხო? არა, ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით ამდენად ისა. შემდეგ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, შემდეგი ხუთშაბათის 10 საათამდე ბატონ ლაზარესთან ერთად. კიდე მადლობა. მადლობა ყურადღებას.